მდგომარეობას გაუარესებას უჩივის. გიორგი ძიძიგურის განცხადებით თვითმმართველობის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება და მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებაზე იგი ინტენსიურად იზრუნებს. განვაგრძობთ გამოშვებას. მოუწესრიგებელი შიდა საუბნო გზები, სასმელი წყლის არარსებობა, გაზიფიცირება, მოშლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს შარაბიძეების დასახლებაში მცხოვრებთა ყოველდღიური პრობლემებია. ადგილობრივები მათ გადაჭრას წლებია ცდილობს, თუმცა სურათი აქ წლიდან წლამდე უცვლელია. მათ პრობლემას დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ნათია ომერაძე მათ მხარდაჭერის შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინას საარჩევნო პროგრამაც გააცნო. ძირითადად გვაწუხებს, გზა არ გვაქვს. კანალიზაცია, რა ვიცი, ჩვენი ხით. არ გვაქვს წყალი. 42 ოჯახი სარგებლობთ ამ წყალს. ძალიან გაჭირვებაში ვარ. იმედი გვაქვს, რომ მოგხედავს ეს თავრობა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად, როგორც აწუხებს შარაბიძეების მოსახლეობას, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა, ასევე წყლის პრობლემა, საუბნო გზები არის მოსაწესრიგებელი და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ.